Გადაასულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ახალ გორის რაიონში დისლოცირებულმა რუსეთის რეგულარული არმიის დაჯგუფებამ და სატანკო ბატალიონმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა. არ არის გამორიცხული, რომ მათ გეზი დედაქალაქისაკენ აიღო. იმედის ეთერში საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ჩვეულ დროს საღამოს 8 საათზე მხოლოდ რამდენიმე წამის დაგვიანებით დაიწყო. შესაბამისად, მათთვის, ვინც იმედზე სულ რაღაც 20 წამის დაგვიანებით მაინც გადართო, მოვლენები ეთერში ასე განვითარდა. Ამ წუთებში იწყება სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია სააკაშვილის ტირანიისგან საქართველოს გათავისუფლება და რეგიონში მშვიდობის საბოლოოდ დამყარება. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ქრონიკის სიუჟეტებში შემდეგი სცენარი იყო აღწერილი. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია აჯანყდა. საპროტესტო აქციების დარბების, 4 მომიტინგის დაღუპვისა და ოპოზიციის მიერ ხელისუფლების კანონგარეშე გამოცხადების შემდეგ რუსეთმა საქართველოში ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. სხვადასხვა სამხედრო ბაზებიდან თბილისისკენ მომავალი საქართველოს შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის კოლონიას 3 ბატალიონი გამოეყო. მათ უარი განაცხადეს თბილისში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დასაცავად ჩამოსვლაზე. კოკოიძე განხორციელებულ თავდასხმაში მოსკოვი და ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. ბურჯანაძე და ნოღაიდელის ხინვალში შემოვლითი გზით ჩავიდნენ. შექმნილი ვითარების გამო ქართულ მედია საშუალებებს ოკუპანტების და სეპარატისტების კონტროლება ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მიეცათ. მათ ყოფინებენ სენსაციურ ინფორმაციას. ნოღაიდელის პრესსამსახური ავრცელებს ამ სენსაციურ ინფორმაციას და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მოკლულია. ამ წუთისათვის ჩვენთვის იმედის ეთერში გასული გადაცემა სპეციალური რეპორტაჟისა და ქრონიკის ერთობლივი იმიტირებული გამოშვება აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანისა და ჟურნალისტების ტექსტებში თარიღები არასწორად იყო დასახელებული და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებული კადრები იყო გამოყენებული, ტიტრი არქივი არსად ყოფილა მითითებული. განმარტება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი არ მოუკლავთ, მცხეთაში რუსული ტანკები არ შემოსულა, ქალაქები არ იბომბება და საქართველოში ომი არ დაწყებულა, საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე სიტყვით გაკეთდა. ქრონიკისა და სპეციალური რეპორტაჟის ერთობლივი იმიტაციის მიზანი წამყვანმა ნათია კობერიძემ გამოაცხადა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ კი საქართველოს საზოგადოება არ იქნება კონსოლიდირებული რუსეთის გეგმის წინააღმდეგ? მოდით ნახოთ ყველაზე ცუდი მომავლის ქრონიკის სპეციალური გამოშვება. ამ შესავლის გარდა ქრონიკის მიმდინარეობისას არანაირი ფორმით არ ყოფილა მითითებული განმარტება, რომ ეთერში არა ნამდვილი საინფორმაციო გამოშვება, არამედ მოდელირებული ვერსია. ცუდი მომავლის ქრონიკა გადიოდა. მაშასე ეს იყო მომავლის ქრონიკის იმიტაცია. ქრონიკის იმიტირებული გამოშვების დასრულების შემდეგ სპეციალური რეპორტაჟის ეთერში დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაგრძელდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეთერში გასული იმიტაცია გააპროტესტა, გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში აღმოჩნდა.